პირველ რიგში ადამიანი რო შედგეს ზრდასრულობაში ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის, რომ ბავშვობაში იყოს აღიარებული მშობლის მხრიდან. რა თქმა უნდა. და რა იგულისხმება, მოდი ამ აღიარებაში, რომ მშობლებმა გავითვალისწინოთ რაღაც იცი, ბავშვი ხო უნდა იზრდებოდეს სიყვარულის ატმოსფეროში, ნდობის ატმოსფეროში. მე გიცხადებ შენ ნდობას. მე გეუბნები, რომ მიყვარხარ, უძვირფასესი არსება ხარ შენ ჩემთვის და ემსახურები მე თვითონ შენ და მის სიყვარულს, ასე ვთქვათ, და სიკეთეს. მჯერავს შენი და იმედი მაქვს შენი და შენ კარგი ხარ. უძვირფასი ხარ ჩემთვის. მე ბედნიერი ვარ, რომ შენ მყევ ხარ. აი რა ძალიან ბევრი რამე ვთქვი. ეს სიტყვითაც შეგვიძლია და ქცევითაც. ეს სიტყვითაც ჭირდება ადამიანს და ბავშვს, იმიტომ რომ ბავშვის ფორმირება ხდება სიტყვით, ხო მოგეხსენებათ, ეხლა არა მარტო ბავშვის ფორმირება, უკაცრავად ეხლა შეგიყვარდება 100 თავით არ ეუბნები რომ მიყვარხარ, სიტყვას არ ეუბნები. დასრულსაც სიამოვნებს იმიტომ რომ დიდი არ ეუბნებით. ანუ სიყვარულს უცხადებთ ადამიანები ერთმანეთს და ეს ხო რა ვიცი ასეთი იშვიათია, ეს განა ესეთი იშვიათი კულტურაა. ხო არა, შეყვარებას უნდა უთხრა და შვილს არა, ნაკლებად.